გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. მოგესალმოთ ანუ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძირფასო ტელემაყურებლებო. ტრადიციულად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას ვუსურვებ ყველას. ვიწყებ ცენტრალური თემით უკვე ერთი კვირა რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. დაბომბეს და გაანადგურეს ირანის უმაღლესი ხელისუფლების თითქმის ყველა ლიდერი. არ და მახსოვს ირაკლის ზარქვა როგორ ამბობდა ტრამპის სუსტია deep states ვერ ამარცხებსო. ამ ფაქტის შემდეგ წესით შიშისგან ზარქვას ის გადანერგილი თმები ნელ-ნელა უნდა სცვიოდეს და თან იხსენებდეს კიდევ რამე სხვა კიდე რა დიდი უბედურებები აქვს ნათქვამი ამერიკის წინააღმდეგ ძვირფასო მეგობრებო. ასადი, მადურო, ახლა აიათოლა ერთი სიტყვით დიქტატორების რიგი ძალიან სწრაფად მიდის. ძალიან სწრაფად. წესით მალე მოგვიწევს, წესით. ჩვენამდე კუბა ვნახოთ როდის აინთება ჩვენი რიგის ნომერი ველოდებით. ირანთან თუ მოაგვარა ამერიკამ, საქართველოში ცვლილებები უკვე დრაივის პრინციპით და სისწრაფით მოხდება. რუბიოს მანქანა სოლდაკის სასახლეს შემოუვლის, ფანჯარაში ხელისუფლების ცვლილებას და ბიგ მაკს შეუკვეთავს და გაივლის ჩვეულებრივ. მოგესალმებით, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ყველა ქვეყანამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. თითქმის მთელმა ცივილურმა სამყარომ მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოუცხადა ამერიკას, ისრაელს და არაბულ ქვეყნებს. ამ დროს ვნახოთ საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადება, სამძიმარი. სამძიმარს უცხადებთ ირანელ ხალხს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უმაღლესი ლიდერის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს უცხადებთ ებრაელ ხალხს და სოლიდარობას უცხადებთ არაბულ ქვეყნებს. ესე იგი, რო ვერაფერი მოიფიქრეს, ადგენენ და ყველაფერი მიუსამძიმრეს. ყველას. ირანსაც, ისრაელსაც, არაბებსაც ერთი სიტყვით მთავრობამ ყველა მხარეს უთხრა თქვენიანი ვარ, თქვენი ლამაზის თვალების ჭილიმეო. შეეძლოთ ცოტა განევრცოთ ეს სამძიმრის ტექსტი. სამძიმარს უცხადებ ირანელ ხალხს, ებრაელ ხალხს, ამერიკელებს, ასევე გვინდა სამძიმარი გამოვთქვათ ჩვენი მოძმე რესპუბლიკებიდან ან მოსახლეობის წინაპრების კრწანისის ომში დაღუპვის გამო სპარსეთის მხრიდანაც და ქართველების მხრიდანაც. მაინც უფრო რომ დავიზღვიოთ თავი, ყველა მხარეს მიუსამძიროთ ყველაფერი. ქართული ოცნების წევრები წარმატებით აგრძელებენ გაუგებრობებსა და შარში გახვევის ტრადიციებს. მოდით ვნახოთ საინტერესო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. მერიამ დაადასტურა, რომ კახი კალაძე აბუ-დაბიში ჩარჩა. მოკლედ, თბილისის მერს რამდენიმე დღის წინ ქონდა დაბადების დღე და მეუღლესთან და სამეგობროსთან ერთად გაემგზავრა აღსანიშნავად აბუ-დაბიში. სერიოზული ტუსოვკა მოაწყეს და რო ეგონათ, რომ მის საპატივსაცემლოდ ფეიერვერკი გაუშვეს, რეალურად ირანული რაკეტები მოფრინავდნენ მის მხარეს. კალაძე და მთელი თავისი დროებითი მეგობრები იყვნენ შოკში, ძვირფასო მეგობრები. დროებითი მეგობრებს ვეძახი იმ ხალხს, მხოლოდ თანამდებობის დროს რომ მეგობრობენ. ერთი სიტყვით ირანმა თავისებურად მიულოცა კახის. ასე დასრულდა კახის აბუ-დაბის დაბიდობა. დაბიდობები და აბუ-დაბები, რა ვიცი. ვიღაც აკაცუკებმა დაწერეს რა უნდა და აბუ-დაბიში. აბა სად? საქართველოს ხوار გადაიხდიდა დაბადების დღეს ამ საგოიმეთში. გინდათ რომ დაბადების დღე გადაიხადოს ამხელა მერმა თბილისის? საქართველოს ფულის საჭრელად არის კარგი, თორე ტორტის გასაჭრელად და გასართობად აბუ-დაბია, კაი.
კახი არ მოусმინო ამ საღად მოაზროვნე აკაცუკებს. შენ მიაწექი როგორც მიდიხარ, საკაიფოდ მიდიხარ. ისე ამ კალაძის გამკვირვებია. ამ ხელა ავიამზიდები და მთელი ამერიკის ფლოტი, რომ არის მიყენებული არაბეთის ზღვაში, მაინდამაინც აბუ-დაბიში რატომ მიდიხარ დაბადების დღის გადასახდელად, ჩეკაი ადამიანი. მთელი მსოფლიოს არმია იქ არის დაბანაკებული. მაინც დახედე ზემოდან რომელი ქვეყანა სად მდებარეობს, რო იცოდე მაინც სამომავლოდ. რუკას დახედეს რა, ვისი, რომელი ვინ არის ვისი მეზობელი. აი, რო შეხედოთ ზემოდან ფიზიკურ რუკას. დაათვალიერე მაინც რა, სად რა არის, რო იცოდეთ. მოდი მართლა ნუ გადავაყოლებთ კახის აბუ-დაბიში გასეირნებას. რა მოხდა? ჩარჩა, მაგრამ რამდენიმე დღეში ხო დაბრუნდა. მე კაცი მახსოვს ომის კი არა მშვიდობის და ზეჰარმონიული მდგომარეობის დროს ჩარჩა დუბაიში ერთი თვით. ისეთი სტრესი მიიღო, რომ მე ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად მონაკოში გადაიყვანეს, ძლივს გამოვიდა ბიჭი ამ მდგომარეობიდან. სტრესი რო ამ მოეხსნა და იქ რაღაცა მე მესმის ხო რთულია. რა ვქნა არ მავიწყდები ჩვენო უდაბნოს გმირო, არწივო, ჩვენო მონაკოს მაჩო. ზარქვა რა ვქნა, მინდა დაგივიწყო, მაგრამ სოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიც კი შენს თავს მახსენებს. რომ ვაკვირდები ძალიან ცუდად აქვს დაცდილი ამ ემირატებს ეს ქოცები. ჯერ პირველად 1 წლის წინ ზარქუამ დაარტყა და ახლა ირანმა. ირანს კიდევ რაღაცით გააჩერებდა, ზარქუას გაჩერება ძალიან გაუჭირდათ ახლა. მილეწ მოლეწა იქაურობა, მთელი ქალაქი აოხრა. აი თან არანაირი მოთხოვნაც კი არ ქონია. აი ესე არ დაევასა და ახლა. მიიღო მისაღები გაერთიანებულმა ემირატებმა. აი ეგრეა, ნუ რას ვიზავთ. ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ერთი კითხვა მინდა დაუსვა ქოცებს. რატომ არ ეხმარება ირანს რუსეთი? რატო არ ეხმარება? არ და როცა დასჭირდა, კარგად იყენებდა უკრაინასთან ირანულ დრონებს, ხო უგზავნიდა ირანიდან აქედან, ხო აგზავნიდნენ. ახლა რატოა გატრუნული? რამ დაადუმა რუსეთი ესე? ზარქუას კონფლიქტის დროს ვიქტორ სანიკიძე რო იყო გვერდზე გამდგარი, ისე ახლა რუსეთი გამდგარი. და ჩვენთვის რომ მოიცალოს ამერიკამ, შეიძლება ვერც კი გაგვიხსენოს ვინ ვართ რუსებმა. ვინა ვართ, რა ქვეყანა ვართ, არ ვიცი, არაფსმენია, ესე იტყვიან. ხო და რატო დუმან, რატო არ უსვამ თქვენს თავს აი ამ კითხვას. მომავალში რომ დამჭირდე მერე ცოტა ჩაფიქრდით, აბა. ძალიან დიდი დაძაბულობა და გაურკვევლობა ახლო აღმოსავლეთში. რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ახლა მინდა შემოგთავაზოთ სიტუაცია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც არანაკლებ რთული და ჩახლართულია, ძვირფასო მეგობრებო. ცოტა თემას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს პატარა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მოდით ნახოთ. კასპელმა მძღოლმა ჯარიმა გორის სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ქარელში გადაამისამართა. ქარელმა ხაშურის სასამართლოსკენ, ხაშურის მოსამართლემ საქმე უზენაეს სასამართლოს გადასცა და უზენაესმა კი გორის სასამართლოში დააბრუნდა. და გორის სასამართლო ენდობა გამყრელიძის დასკვნას, ძვირფასო მეგობრებო. ხოლო ხაშურის სასამართლომ ჯარიმა არ განიხილა და თუ რატომაც არ განიხილა, ეს ძალიან კარგად იცის ქარელის სასამართლო. ასევე კასპიის სასამართლო აპირებდა განხილვას, მაგრამ თინას უჯრაში ჩაუკეტია. ძალიან კარგი თუ ჩაუკეტია. რო უკითხეს ამ კასპელმა მძღოლმაო რა უნდა გააკეთოსო, უთხრეს კასპელმა მძღოლმა უნდა გააკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა. შუა პროცესში შაბიამის ახალი პარტია რომ მიიღეს სასამართლოში, ეგ აღარა ვთქვი, ეხლა იმიტომ რომ არ იყო აქ ეს ინფორმაცია. მოკლედ, 1-2 კარგი მარკშეიდერი გჭირდება და დაალაგდება ყველაფერი. ამ მძღოლმა მერე ბოლო-ბოლო განიხილავსო ჩემს საქმესო სასამართლოო, არაო, მაგრამ უარს არ გეტყვითო. აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა ეს ადამიანი, დაიარება რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქიდან ქალაქში. მოდი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დაუბრუნდეთ, ძვირფასო მეგობრებო. მინდა შევეხო ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც არის ტელეკომპანია იმედის სანქცია. როგორც ისე დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია, ირაკლი კობახიძემ დაადგინა მიზეზი, როგორც იქნა დადგინდა მიზეზი, თუ რა იყო ბრიტანეთის სანქციის კონკრეტული მიზეზი, რატო დასანქცირდა იმედი. მოდით ნახოთ, რა დასკვნა გააკეთა ბატონმა ირაკლიმ.
ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული. ყობახიძე გეუბნები. გადარეულან თურმე ბრიტანელები. აი რომ უნახავთ ეს ყველაფერი, ეს რეები ხდება ამ არხზეო. გაცოფებულები იყვნენ ბრიტანელები. ეს როგორი დამოუკიდებელი მედია ყოფილაო, დამოუკიდებელი ჩვენი თავი გვეზარებაო და ეგ ხა გვაკლია კიდე სხვაგანაც იყოს ესეთი მედიებიო. ესეთი ჯანსაღი ოპოზიცია როგორც ხალხის ზალა არ მივცემთ საშუალებასო დააფიქსიროს განსხვავებული აზრიო და ამიტომაც გასანქცირებთო შეშურდათ ასეთი კარგი დებატები არც თქვენ და არც ჩვენო აი ესეთი აი რები ძაღლურად რა რაღაცნაირად მოიქცნენ ბრიტანეთის სანქციებზე უფრო ღრმა ანალიზი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა მოდით ნახოთ მისი ვერსია რის გამო დასანქცია. გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ეტყობა იმიტომ, რომ პოზიტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ეგ რა არის? ქართულთან ერთად თურმე ბრიტანეთის ელჩს კილოკავზე ლაპარაკიც უსწავლია. და უკითხავთ, იმედი უნდა დაასანქციროთო და ერთს უპასუხია, არ უნდა დავასანქციროთო. გამიგია უცხო ენა ისწავლო ძვირფასო მეგობრო რაღაცა მიზეზით. მაგალითად გერმანული ისწავლო იმიტომ, რომ გოეთეს წაკითხვა გინდა დედანში. ამ ფრანგული ისწავლო იმიტომ, რომ დიუმას წაკითხვა გინდა ორიგინალში, მაგრამ ქართული ისწავლო იმის გამო, რომ მე შალვა რამიშვილს და იმ ორს მოусმინო, აი, რა ვიცი, წარმოუდგენლად მეჩვენება მე ასე მგონია. 14 წელი და განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირა ოცნების წევრები ხო გაიძახია რომ დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი მედია დაასანქცირაო. მოდით ნახოთ ჟურნალისტების და მაკა ბოჭორიშვილის გასაუბრება საგარეო საქმეთა მინისტრია. ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან? და მერე აი ეს არის ისტორიაში ყველაზე მოკლე აღიარებითი ჩვენება ძვირფასო მეგობრებო. თან ისეთი რომ თავად ვინც აღიარა მან ვერ გაიაზრა რომ აღიარა. იმიტომ რომ ეს მას ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავი გონია. აი ახლაც რამდენი დრო გავიდა და ახლაც ჩემს გადაცემას რომ უყურებს და ამ ხუმრობას მოისმენს, იგივე გამომეტყველებით იკითხავს და მერე და რო უთხარო თქვენ ყველას ბიძინას გმართავთო და თქვენ არაფერს წარმოადგენთო გეტყვის და მერე ანუ აი ჩვეულებრივი ამბავია არაფერი არ არის ამაში ისეთ გასაკვირი რა მოხდა მერე მართავს მერე რა პრობლემაა ჩვენი არხია მერე ხო დამოუკიდებელი მაგრამ ჩვენია ხო მეგობრებო მინდა გადავიდენ ნანატრ თემაზე ოპოზიციაში დიდი ცვლილებებია სიახლე რომელსაც ხალხი ელოდა როგორც იქნა 9 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა ერთი წამით გაიაზრეთ ეს ყველაფერი გაერთიანდა ხალხო. ესე იგი ახლო-მახლო ეხლა იქნება ნახოთ სადმე ხის ნაჭერი და სამჯერ დააკაკუნოთ. იქნებ ახლა მაინც არ ეცეთ თვალი. ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან ნაცები გირჩის სტრატეგია აღმაშენებელთა თავისუფლების მოედანი SDP და რა თქმა უნდა თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია. ეს ხაზგასმით, იმიტომ რომ თქვი რომ მაინც ჩერგოლეიშვილია და მე მაგისი ნერვი და თავი არა, ამიტომ უნდა ჩამესვა ყველავარი. გაერთიანებაში შემავალ პარტიებს მინდა ვურჩიო ერთი რამ, რო იცოდნენ. ჯერ არც არჩევნებია წინ და არც ოცნება აპირებს თავისით წასვლას. ამიტომ ვინ იქნება პრემიერი, მაგის გამო ეხლა დახოცეთ და უიჩხუბებთ. იმიტომ რომ მაგის გამო რომ დახოცეთ ერთმანეთი, იმიტომაც ყავს ახლა ისევის ირაკლი კობახიძე პრემიერად. ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არ ქმევდნენო. ამიტომ მოდი რა, ჯერ ვაცადოთ, დაიბადოს ბავშვი. ბავშვი რო დაიბადოს. ოპოზიციურ გაერთიანებაში არ შევიდა ორი ოპოზიციური პარტია, ლელო და გახარია. აქაც ვერ ვხედავ პრობლემას ამ 9 პარტიისგან შემდგარი კოალიცია რომ მოვა ხელისუფლებაში ოპოზიცია ხო არის საჭირო ხო და ლელო და გახარია იქნებიან ოპოზიციაში აბა ოცნება გინდათ კიდე ან პირიქით ლელო რომ მოვა ხელისუფლებაში ან გახარია ეს 9 პარტია იქნება ოპოზიციაში მოკლედ თავარია ოცნება წავიდეს თორე გეგმები და კომბინაციები გვაქვს უამრავი ძვირფასო მეგობრებო პრობლემა არ არის როგორც იქნა ოპოზიცია გაერთიანდა 9 პოლიტიკური პარტია მიხვდა რომ ჯერ ბიზნაა გასასტუმრებელი
ამ ქვეყანაში და მერია მათი ხედვები და ამბიციები. ახლა მთავარია რამე ქმედითი მოიფიქრონ და ახალ რეზოლუციებს და მანიფესტებს შემოგთავაზებენ. იმიტომ რომ ეგეთი მაკულატურა გვაქვს ოხრად. ხო კიდე რა უნდა მეთქვა, ვინც იტყვის რომ ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ, ეგრევე გააგდეთ. იმიტომ რომ მათ რომ არ უნდა დავემსგავსოთ, ამ ფრაზის ზახიში გავიდა 14 წელიწადი და ვართ ისევ ესე ჭაობში მოტივტივეები. ერთი სიტყვით დაემსგავსეთ ყველას, თუ რამე არანორმალური, ცხოველური და ტყიური არსებობს ქვეყანაში. არაფერზე უკან არ დაიხეთ. მოკლედ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მათ დავემსგავსოთ. მათ ძვირფასო მეგობრებო და სხვას არავის. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი იმედია. ჩემ შოუს სულ მალე მუსიკალურად გააფორმებს ბენდი თამარ ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ქალბატონი ეკა კვესიტაძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათებით ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემაზე, მინდა წარმოგიგნოთ აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით უცნობის კიდობანი. ნახოთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, მე მინდა მოგესალმოთ თქვენ თქვენსაგანსა, რა ვიცი, სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ. ყვა ვიცი რა, მე მგონი წარგენ ამას არ ჭირდება, ყველა ვიცი, ცნობილი მხედრიონელი, 90-იანი წლების გმირი, პატიოსანი სპექტაკი ადამიანი, ამ ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტი, მაგარი ჩვენიანი, საზოგადო მოღვაწე და პოეტი სერგო დუდაურია. აი მე წამოგიდგები, როზე პას დაგიკლავ. მადლობა გია, მადლობა ასე წარდგენისთვის და ეს დავამატებდი რა, თენგიზ კიტოვანის გაზრდილი. აუ ხო, თენგიზ კიტოვანი მაგარი კაცი ძალიან, თო ეგ როგორ გამომჩა, თო აუ. და მე მინდა კითხო რა, ეხლა დღევანდელ მოვლენებზე და ზოგადად საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე და რავი, აი ნუ რა უნდა ვთქვა პროსტა, ხო? აი რა უნდა ვთქვა, რაზე უნდა ვილაპარაკო? კარგით რა ხალხო, მართლა რა, ყველაფერს ხო აქვს საზღვარი, თო მართლა აი რავი რა, ვიცით რომ ყველაფერი გითხარი და არ მინდა რომ ეს ყველაფერი ისე გამოვიდეს რომ რაღაცა ხომ გითხარი და მოკლედ რომ აგიხსნა და სულ ყველაფერი ისე რომ გავაკეთოთ როგორც მე მგონი შეც მეთახვები, ხო ემაზე? მართალი ხარ. ჯერეს ბრიტანეთი რა უნდა ვაფშე ამ ბრიტანეთს, თო? აი ვერ გავიგე, აი ბრიტანეთის თავისუფლება სანამდე უნდა გაგწელდეს, პროსტა აი არ ვიცი რა, ვერ ვიგებ რა. თქვენ არ ჩაკებო, ბიჭო, იმედი როგორ დაასანქციეთ, ბიჭო, ეს იმიტომ რომ შოტლანდიელებივით კაბები არ გვაცვია, ხო? და ისე დავდივართ კუჩებში, ხო? გინამეთ რა უნდა, იცი ამათ უნდათ რომ ბიჭო ეს ფეხებს შორის ყველაფერი გაგვეყინოს, გაიგე? რომ გაგვეყინოს და მე შთამომავლობა არ ვყავდეს. ხვდები ხო რაზე არის ლაპარაკი, ხო? აი ეგ არის, ამათ ვერ ეღირსებით რა. გინდა მივიდე და თქვენ მართლა უინძორებო, ბიჭო. გინდა მივიდე და საელჩოსთან ერთი რაჟოკი გადავატარო იმენა კალაჯა რაჟოკი, ბიჭო. იმენა ქვეყნის სიყვარული მავალდებულებს ამას თორე რამე ის კი რა. ჩემო სერგო რა ვიცი რა. სადღა იციან ამათმა ქვეყნის სიყვარული რა. ისე რა სიტყვი შენ სიმართლე მაინტერესებს, აი განათლებულ ახალგაზრდებს, აი ხურგახრეტილ ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჩავაბაროთ ქვეყანა? მე ეს არ მესმის ვაფშე. მაქსასტავს როგორ უნდა გადავაბაროთ ქვეყანა? ავი გადავაბაროთ, რავი რა. აი დაუთმოთ ქვეყანა, თუ რა გავაკეთოთ, მოსთა მითხარი. აუ, კაი რა გია, კაი რა. აკაცუკები ეგენი. გია, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი რა და ეს ყველამ უნდა იცოდეს რა.
მთავრობის სასახლის 90-იანებში მუხარო ვესროლე, გახსოვს ეს ქვეყნის სიყვარულში ვესროლე. არ მახსოვს. ეს ვესროლე ქვეყნის სიყვარულში. მაშინდელი ახალგაზრდობა რო წამალში ჩავალყეთ. ეს იმიტომ რომ ქვეყნის სიყვარულის გამო მე მართალია სპორტმა გადამარჩინა რა. ხო ხედავ დღეს განათლება რას უშვება ახალგაზრდებს რა აქეთ კომპიუტერი ისწავლეს აქეთ რაღაცა წიგნები წაიკითხეს და აი ესე ირყნება რა აი ესე ირყნება გამიგე ეს ახალგაზრდობა რა აროჩე რა აღარ მოწონთ ბიჭო ერთმანეთს კოჭებს უხრიტავდეთ გაიგე ეს აღარ მოწონთ გაიგე იმენ რაღაცა ლიბერალობას აწვევიან ბიჭო რა ამიტომ იმენა ყველა უნდა გავაფარჩაკოთ ბიჭო ერთი რაჟოკი გადამატარებია მაგით ლაწირაკები ესენი ბიჭო იმენ პროსტა გადავატარებდი მაგრამ რაც პოეტი გავხდი მაგის მერე ცოტა დავსევდიანდი და აუ გახსოვს მობას გაფიცე პროსტა რომ რა საზიძრობებს ჩადიოდა წინა მთავრობა უბრალოდ ეს ხო გახსოვს ეს ხო ყველას გახსოვს და ის სისხლიანი მთავრობა მიშა რა დღეში იყო პროსტა მიშა და რავი რა ხალხო რა მე პირადად ძლივს გადაურჩი რა სიკვდილს რა მიშა მკლავდა იმინა ყველა მიცის ხო აი კონცერტი მქონდა ხო და სცენაზე ვღეროდი რა ჩემთვის და უკან მომეპარა ესე და ხელები მომხვია და მგუდავდა აი ეს მგუდავდა იმინა რა ათასობით ადამიანია ვიც ეხლა ამას რავი და ბილეთში დაამტკიცებს და ნახველია ამისი რა მოიცა კაცო მან ხო ისა მიშა უკიდან მოვიდა თვალებზე აგაფარა ხელი და მე შენც ხო გაიცინე მაგას არა ანუ როგორი ვარიანტი იყო იცი ანუ არჩო მიჭერდა ხელებს ხო მიჭერდა ესე ხელებს მიჭერდა სულ თქვა შემეკრა რა სულ თქვა შემეკრა და ესე კბილები დაუკრიჭე რა ეგრეთ კბილები დაუკრიჭე და კლავდა იმენა რა მე რაღაცა 7 მილიონი ფული დამაყარა და იმენა მგუდავდა ძმაო გასაგები ძმაო იმენა რა ძლივს გამოვიდა ისე კი აი ხა მთავრობამ ყველაფერი შეცვალა რა ანუ დენიც გვაქვს წყალიც გვაქვს გაზიც გვაქვს და გახსოვს ადრე მაგის დედავატრია დენირო არისო? აუ იმენა რა დრო იყო დენირო. აი რა დენირო ჩემი გეხვეწები, აი რა დენირო რა. აი რა კიდე დენირო, აი ხო ხედავ რომ გართულება მაგამ დენიროზე რა. არ გვინდა რა ეს დენირო, ახლა დენიროა გეხვეწებით რა. არა, გია, ანუ დენირო არისო, ანუ შუქი რო არისო თქო მე გვიგისმე რა, მაგას დენირო არის. აი იზვინი რა, მეთქი დენირო თქო და მე ხო მაგაზე ვჭედავ საერთოდ რა. დენიროზე ვაფშე დენირო არავინ არა. არა, ხო შუქი რო არის მაგარი ტიპი და დენირო არავინ არ არის პროსტა რა. კი, ბაზარია. ქვეყანას არ აგარევინე. გინდა გადავატარო იმენა ერთი გინდა ეხლა აი მაინც პირდაპირ ეწირია და რა აი რა ვერ გავიგე პროსტა იცი რა ვერ გავიგე აი ამერიკას რომ რაღაცა ბალეშიკოვ და რაღაცეები ჩვენ მოძმეს პარსელებზე ენა როგორ გიბრუნდება საერთოდ ვაფშე თო რას ლაპარაკობთ ხალხო საერთოდ ისტორიული მტერი რო დაარქვით ვაფშე შაჰაბაზზე დიდი მეგობარი ამ ქვეყანას ვინ ყავდა თო თვითონ კი არ შემოსულა შაჰაბაზი ძმაო სააკაძე მოღალატე შემოუძღვა ჩვენ ქვეყანას ძმაო დიახაც გიორგი სააკაძე ჩახოცა ის ქართველები თო აბარა ეგრეა გაიხედე გარეთ ძმაო ვაფშე რა ხდება თო შეხედე ამ აკაცუნებს როგორ დარბიან აკეთიკით ფერადი ტანსაცმელები და რაღაცა ჯინსები აცვენ და ყურებ დახრეტილები და თავისუფლებას ითხოვენ ქვეყანას არ აგარევიეთ თო იცი ვაფშე საიდან მოვდივარ ჩვენ აუ სერგო ის ძველი თბილისი მენატრება რა ძმაო ის სხვა სიტუაცია მენა ის ამბები გვენატრება ის ჩვენი ძმაო ჩვენი პროგრესული თაობა მენატრება ძმაო რა ჩვენი თაზო ტისაკა ბრატ ჩვენი ლადო შოკოლადო ჩვენი სათალა კუსოკა აბრეზა რავი ძმაო კოსტა ჩვენი თო პატარა კოსტა გახსოვს აი მაგარი იმინა მაგარი ძმა პროსტა ეგრო დაიღლებოდა მაგის დაღლაზე მაგაზე ოცნებო მაგარი ბიჭები ძმაო მაგარი ბიჭი რკინას ყნედნენ იმენა ხალხი იყო ვაჟკაცები და ევროპას რა ვიცი ძმაო ევროპას ჭირდება ჩვენისთანე მაგარი კაცები ძმაო იმენა მუჟიკები და ტიპები ხო აბა გინდა გადავატარო ევროპას იმენა ერთი აუ მაგაც ბიჭო იმენა მოკლედ ძვირფასო მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო რაც რავი რა სულ ეს იყო გეგმაში მე მგონი ყველაფერი რა ვიცი
ამოვანთხიეთ რა ყველაფერი რაც გქონდა ამოსა შენამე დაგ ჩაკიდე არა გურამია გადავატარე მეგრევე ძმა ხარ იმინა და რა ვიცი რა ჩვენ ამოვანთხიეთ ყველაფერი ღვარძი რაც გქონდა რა ვიცი რა და ყველაფერი შაბათ-კვირაა ვისვენებთ და ორშაბათს აგიბრუნდებით რა ახალი ბოღმებით და ახალი ამონთხევებით სადაც რა ვიცი ჩვენი სტუმარი იქნება არაჩვეულებრივი ადამიანი საზოგადო მოღვაწე რავი მაგარი კაცი გოგა ხაინდრავა რა. აუ, ჩემი გოგა ხაინდრავა იქნება. ოს ეგ ავტომატი დატოვე და გოგას დაჭირდება მაინც. იმას აქვს თავისი. აი, ჯირბასო მეგონებო გემშვიდობებით რა და კარგად იყავ. ბიჭო, ეს ვინები არიან ძმობას გაფიცეთ ხო? ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PINXG, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ შექმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის და დონალდ ტრამპის მუსიკალური გასაუბრება. აქვე შეგახსენებთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. საოცარი კაცი ხარ, მეც კი რო ვერ ვიფიქრებდი, ისეთ რამეს ჩადიხარ. ტირანიას ყველგანებში ვერდი არ სადაღივლია. დიქტატორებს ჩვენ ტყუაზე ქუჩაში ვერ გაგვივლია. ფინანსებს თუ დამიბრუნებ, რაც გაყინეს ფრიანად, საქართველოს გადამწვარა თავის დუქნებიანად. შენთან ომი მე არ მინდა, მორიგება ჯობია. დიქტატორობა კი არ მსურს, ეს უბრალოდ ჰობია. დამასადა შენს მოხედავ ოღონდ მსალია. მუხლი რატომ გიცახცახებს ნეტავ რისბრალია. სანამ ომში ამერიკა ბომბდამშენებს ჩარევდა, პრემიერი სამძიმარზე ცემლებს აღვარღვარებდა. ძალიანაც თუ გაერთობი ქართველების ძარცვაში, მე გაჩვენებ თუ რა უნდა ამერიკას შავ-ზღვაში. ჩვენ პროდასავლურ ჯორჯიას გრუზია და გახსევინე. რათა დაგაცემ შენია, თუ არა გაგაცემენე. მე სულ ლოცულობ შენზე, დავიღენე გვერდზე, ნუ გამიშვებს გერზე. დაგეკიდები ხელზე, ავტოსტები თავზე, თუ დამისვა ფეხზე. იმერლები, მეგრელები, ქართველები, კახალები, 1000 კარტეხელის და ჭირვარამის მნახველები. ამუძველეს ქვეყანაში მაგრად გაითამაშე. ივერია გაფრინდება ოღონდ ბიძოს გარშე. უი არა რა სიძახი, თავი ნუ მომიკვდება. მითხარი და სულ გავქრები, როცა შენ მოგინდება. თუ შენ მეტყვი გადავდგები, არ ჭირდება წნეხი, მაგრამ საიდან გადავდგე, ვარ უბრალო გლეხი. თუხმებს ისევ გაახალბებ უახლოეს არჩევნებზე. Trump Towers აღშენებს შენი სახლის ნანგრევებზე. არ გაგივა ტრიუკები, კარგად ვიცი ყველა. ჟღალ მიმინოს ვერსიაცნეს ჭორვილელი მელა. საქართველოს თულად იცნობ, ვერ დამალავ გაკვირვებას. ისტორიულად ეს ხალხი კარგად უძლებს გაჭირებას. შენი სარკად ქვეყანა რომ რუსეთისკენ გაახედე. გაჭირებულს გააღმართი დააციე დააჭედე. მაინც ლოცულობ შენზე, ამერიკის ბზენზე, ხანდა ხალკი გრემზე. იქნები ფიქრო ჩვენზე, უფრო მეტად ჩემზე, შერიგების გზებზე. Deep State გაზიანებს, როგორც ხედავ Deep State მიშკუაზე გატრიალებს. აინები, მაინები, ჭიქები და საინები, კი არ გაშანტაჟებ, მაგრამ ეფშტეინის ფაილები. კარგად ვიცი შენ და შენმა ბანდამ ადრე რა ხნით? რუსეთში რატომ გიცნობენ მახჩობელას სახელით? რატო შენი სიტახხედე საზღვარს ძალიან გაცდება, როგორც მადუროს არაცდა, ისე შენ არ აქცდება. ამერიკა სულ მიყვარს და მეყვარება. მადუროს და შეიძლება დონალდ ჩემი შედარება. მოხუცკაც გული მატკინე, ნახე როგორ ტირიმე, მოტაცება აღარ დაგეკმო მაგთვალების ჭირიმე. კარგად ვიცი რომ თავს მაწო, ორგულობას ორს ჩადიხა. ჩინელებთან ხამხამობით ფაიმანზე რომ გადიხა. თუ არ გინდა ამერიკამ ციხე დაგაშენოს, შემთავრობას უთხარი რომ ტრაკი დაახენოს. მაინც ლოცულობ შენზე, დავიღენე გვერდზე, ნუ გამიშვებს გერზე. იქნები ფიქრო ჩვენზე, უფრო მეტად
მოგესალმებით რეკლამიდან ძვირფასო ტელემაყურებლები, მივესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩემი ძალიან ახლო კარგი მეგობარი, ქალბატონი ეკა კვესიტაძე. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, შენთან საუბარი ისე ძალიან მიყვარს ხოლმე, იმდენად კარგად ლაპარაკობ. ისე გემრიელად იცი ხოლმე რაღაცა ესეთი შენი აზრების გადმოცემა, რომ აი რაღაცა ვერ მოწყვეტს ადამიანი თვალს და ამიტომ დღეს ძალიან საინტერესო ჩემი ქმარი არ დაგეთანხმებოდა. რატომ? რა ვიცი, სულ მეუბნება რომ ამბის მოყოლა არ ვიცი. რას ლაპარაკობ? შენ რომ ამბის მოყოლა იცი, ისე არავინ არ იცის. ხო და მესმის ეს. სახში მოდუნებული რო ვარ ხომ მეზარება და ნერვები აწყდება. ისე კამათობ შენ და შენი ქმარი რამე კონკრეტულ თემაზე თუ ой, ხოთშერს არა და როგორ თვითონ იძახეს ამ ბოლო დროს ჩხუბი მეზარება. ხო. არა. თავბერდი. მე მინდა შევეხო შენს არაჩვეულებრივ გადაცემას, რომელიც YouTube-ზე არის, ეს არის მისმინე. შენ არხს. YouTube არხი. გახსოვს შენთან ვიყავი? ჩემთან იყო შენი მეგონი გასულიც არ იყო ჯერ. პრეზენტაცია მახსოვს? ხო, თქვაში ვამბობდი რომ ვიწყებთ YouTube არხს. ხო. ასეც და ასეც, რომელსაც ერქმევა მისმინე და დღეს უკვე დაახლოებით 11 თვის თავზე შვენივრად შევქმნით ბრწყინვალე არხი. ძვირფასო მეგობრებო, ამის არ გამოწერა დანაშაულია. თუ რამე საინტერესო ხდება ინტერნეტში, ხდება არხ მისმინეზე. ამიტომ ეს ლიტერატურა გინდა, ისტორია گინდა, საერთაშორისო პოლიტიკა გინდა, შიდა პოლიტიკა გინდა, ბექაყორშია გინდა და ასე შემდეგ. საინტერესო გადაცემები ისე ფორმაშია ბექაყორშია. ბანო ნახავ შაბათს რამდენი გამომწერი მოებატება. მოებატ. ისე რა უნდა კითხო ხა, რადგანაც არხი გააქვს, იმას ტექნიკური მხარე აქვს. რაღაცა ხარჯები აქვს, როგორ ისტუმრებ? ანუ სპონსორები. გინდა რომ დამიჭირო? არა. მოკლედ, დღეს ხო ყველა გზა მივიღოთ დაფინანსება არის არალეგალური. ანუ არ არსებობს მედიისთვის ლეგალურად მოპოვებული დაფინანსების წყარო. ეს უნდა ვიცოდეთ. ახლა ჩვენ ვართ ყველა თუ რო ვარსებობთ, უკვე ვართ კრიმინალები, იმიტომ რომ თუ არ ვართ კრიმინალები, მაშინ შიმშილით მოვკვდებით, მაგრამ მე მაინც ვახერხებ, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ფეხზე, ძალიან ძნელია, ეხა ობიექტურად, აგრო შემოვედი და ეს სიცარიელე რომ დავინახე ერთი პერიოდი ვიფიქრე, კაცო ვანო დაასაქცირეს თუ იმედი. მოჩვენებითი სტუდია, ორი კაცი ზისიკეტაში რომ დაუკრას, ერთი ოპერატორი ყავს. ხო და შეცხო იცი, ანუ მართლა ძალიან მძიმეა დაფინანსების მოპოვება, არის სულ 1-2 კომპანია, რომელიც ღიად მოდის თანამშრომლობას და რეკლამის მოტანა შეუძლია, არიან ასე ვთქვათ სხვა გულშემატკივრებიც, ხალხიც, რომელიც რიცხავს, დონაციას აკეთებს, მაგრამ აი მისმინე იცი როდის დავიწყე, როცა აი ყველა გზა მოიქოლა, აი ყველას ეშინოდა, რომ რაღაცნაირად არათუ დაფინანსება არ მოეცა, რომ აი რომ შეგხვედრო და მაგალითად არის ესეთი ერთი ბიზნესმენი, ძალიან მდიდარი კაცი, რომელიც უბრალოდ ოჯახის ახლობელი იყო, ძალიან ძვირფასი საერთო მეგობარი გვყავდა და აი ჩემი მესიჯი რომ დაესინა, ესეც შეეშინდა. ანუ თვითონ დასინა. დასინა მე ერთი ცოტა მე დასინა, მაგრამ არ გამომეხმაურა. ეხლა შეიძლება უკვე გამომეხმაუროს, არ ვიცი. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, რომ აი ძალიან მძიმე დღეში ვართ მედიები და მართლა ჩვენი გამძლეობის ხარჯზე ვაცოცხლებთ იმ მედია ორგანიზაციებს, რაშიც ვართ. მე იცი რა მახსოვს ერთს მოკეთ დახმარე რო უთხრეს უფრო სწორად რომ აი ეკამ გააკეთა მისმინე რაღაცა რეკლამას ხო არ მიიტანთ მეგობარი იყო რომელიც მეხმარებოდა ამ კომპანიებთან სიარულში და იმან უთხრა რომ ვაი მე რა ძალა ადგა მაგარი პასუხია აი ეს რა ძალა ადგა აი ამაში ჩანს მათი სოციალური უპასუხისგებლობა იცით რატო რომ აი ეს ილუზია არავის არ კონდეს რომ აი ესე ხა ესენი რომ გადაშენდებიან აი ჩვენზე მე თვითონ კარგად იქნებიან. ამიტომ ძალა გვადგას, ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. მესმის რომ ბიზნესი ფრთხილია, იმიტომ რომ მესმის რა პრობლემების და განსაცდელის წინაშე არიან, მაგრამ
არსებობს რაღაცა კიდევ ღირსების შეგრძნება და აი ამ განსაცდელში ადამიანები იმით განსხვავდებით ერთმანეთისგან განსაცდელში ვიღაცა შეუძლია რომ ღირსება შეინარჩუნოს, ვიღაცა შეუძლია რომ უარი თქვას ამ ღირსებაზე და გაამართლოს განსაცდელით. არა, განსაცდელში ჩანს კარგად ვის აქ ღირსება და ვის არა. რადგანაც აქეთ ბიზნესში აქ პრობლემა სიტყვაზე რომ მე აქეთ ოპოზიციურ მედიაში ფული და იქით მედიაში რომ ცალკე პრობლემა აქვს, იმიტომ რომ რეალურად დასანქცირებული კომპანიაა უკვე, ხო? და კიდე აცხადებენ რაღაცა ბიზნეს კომპანიები, რომ ჩვენ ეხლა მზად ვართ ჩვენი თავი საფრთხეში ჩავიგდოთ და მაინც დავაფინანსოთ აქვია. ხო, ეს ის კომპანიებია, რომელთაც როგორც ძალიან ლოკალურები არიან და ვერ ასე ვთქვათ, ურჩევნიათ გარისკონ, არ ვიცი, უკვე მათ გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ პატარებად დარჩებიან სულ, ვერც განვითარდებიან, არაფერი არ იქნება და ნუ რაღაცა ადგილობრივების ბოიკოტსაც ალბათ იწუნებენ საკუთარ თავზე. რა მინდა კითხო, ანუ რადგანაც იმედის დასანქცირებას შევეხეთ, ანუ ესენი რომ დაასანქცირეს, მე მგონია რომ იმედის თანამშრომლებს აბსოლუტურად სხვა რეაქცია ჰქონდათ რა, ანუ ის რეაქცია არ ჰქონდათ, რაც უნდა ქონოდათ. ანუ სხვა რაღაცაზე გაბრაზდნენ და მე სხვა რაღაცით გვახარეს, რომ ჩვენ ხო ხდები? აი, ეხლა ვისთვის დაადეს სანქციები იმეს და პოსტივის, რომ მათ უთხრეს, რომ თქვენ ხართ რუსული დეზინფორმაციის, უზარმაზარი დეზინფორმაციულ პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკები. ანუ თქვენ ატარებთ ამ პროპაგანდისტულ ხაზს, რუსულ პროპაგანდისტულ ხაზს. ანუ ემსახურებით რუსეთის ინტერესებს, ანუ ხართ რუსეთის გავლენის აგენტები ხო, ამ ქვეყანაში. და რა გააკ ეს კი არ გააპროტესტეს. ეს რო ეთქვა ჩემთვის ვინმეს. არც ვიდა წარმოვიდგინე. ალბათ რა ქნეს, ანუ მართლა არ მინახავს ასეთი თავზარდამცემი. აი აღვირახსნილი ამორალურობა. აი სხვა არაფერი არ შემიძლია, უბრალოდ აი ეს სიტყვების რა ქნეს, ხო, აი ესე ფული ქეშად დაურიგეს, იმიტომ რომ ბანკიდან ვეღარ გადაურიცხეს და აი ესე მარაოებად გაშალეს ეს ფული. და ნახე ფული ავიღეთ. ფული ავიღეთ, ნახეთ. აი და თვლიან. ძალიან მაგარი. წარმოგიდგენია, ანუ რა გონია. ანუ ეს რომ გუბაზმა თქვა ჩვენთან მის მინაზე ინტერვიუში, რომ გავრილოვზე უთხარია, რომ კაცო ჩასვითო ზვიადის სკამშიო და იმა თქვას, არაო კაცო, რა ზვიადის სკამშიო, სხვა სკამი ვიყიდესო, იმაში ოფისშიო, რაღაც ოფისის სხვა სკამი ვიყიდე. და ეს აფობს რომ კაცო მე უღირებულებებზე ველაპარაკებიო და ისინი ავეჯით პასუხობენ. ხო, თითქოს აი ეს არის გენიალური შეთარება. აი აბრალებენ რუსეთის გავლენის აგენტები არიან, რუსეთისთვის მუშაობენ და ესენი ფულის ბანკნოტებს გვითვლიან და გვეუბნებიან რომ აი ხელფასი ხო ავიღეთ, ყველა გიხარო. რუსეთის ისინი ვართო. კი, კაცო, ეგ პრობლემა არ არისო, თქვენ გიხაროდათო რომ ჩვენო ფულს ვერ ავიღებდით და აი და ამას აჩვენებენ დებენ ანუ ასეთი უხამსობა. აი მართლა აღვირახსნილი უგემოვნობა, ამორალობა, არ ვიცი რა დავარფა, აღარ მოდის მეტი სიტყვები. ხო, რა ნუ ფაქტიურად რუსეთის ხო, წარმოუდგენელი რამეა, ხო, აი ესეც მეტყველებს, უკვე რომ აი მართლა დასასანქცირებლები იყვნენ. მარტო ამის გამო დავასანქცირებდი. ხო, მაგრამ აი შენ ხო კარგად აკვირდები ხოლმე, როგორ მუშაობს თვითონ პროპაგანდა? ეხლა რაში შეუშლის ხელს. ანუ ჯერ ის იცი რა მინდა თქვა, რომ მე არ მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში არის მედია ორგანიზაციები, რომლებსაც ასანქცირებ. ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ეს არის რომ უმძიმეს დღეში ვართ. ეს ერთი. ეხლა მეორე, როგორ ხდება პროპაგანდა და რაზე დაარტყავს ეს სანქციები. ანუ პროპაგანდისტული მანქანის თავარი ჩონჩხი არის ასეთი, რომ განსაკუთრებით მიმზიდველი, ესეთი წყინავი შოუები გააკეთონ და ყველაზე ყურებადი, ანუ მასისთვის ყველაზე ყურებადი სერიალები აარჩიონ, იმიტომ რომ ამით იბავენ ერთგულ მაყურებელს. და ერთგული მაყურებელი შემდეგ რჩება ამ არხზე, იმიტომ რომ ერთი სერიალის შემდეგ მეორე სერიალს ელოდება, მეორე სერიალის შემდეგ რაღაცა ცეკვავენ ვარსკვლავებს ელოდება. და ამ შუალედში არა მარტო არ არის აუცილებელი რომ საინფორმაციო გადაცემას თავიდან ბოლომდე უყურო. საკმარისია ის სათაურები, ჰედლაინები, რომელიც გესმის
აი ამ პაუზების დროს, სარეკლამო ჭრების დროს. სათაური რას გაეცნობით ირაკლი ჩიხლაძის კვირის ანალიტიკურ გადაცემაში? ეს არის. ან რას გაეცნობი რაღაც საღამოს ანალიტიკური მიმოხილვა რო აქვს, ან რაღაცა 8 საათიან ქრონიკაში. ეს არის და მე ეს ქვეცნობია, ეს მესიჯები ჯდება. ქვეცნობიერად შეიძლება იყო მე უბრალოდ ამის ავტომატური გამხმოვანებელი. ასე მუშაობს. აი ადამიანებს წარმოიდგინეთ, აი ყოველ დღე 1000 ბოდვით, გამოგონილი ამბებით, რაღაცა შეთხზული ისტორიებით, ზიზღით წამლავენ თითოეული ადამიანის გონებას. ხო. საზოგადოება სადაც ეუბნები რომ აი ის არის ცუდი, ის არის შენი მტერი, ის უნდა გაანადგურო. ასეთ საზოგადოება, სადაც თავარი ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე არხი ამას ქადაგებს, იმ საზოგადოებაში ერთი ნაბიჯია სამოქალაქო ომამდე. ერთი ნაბიჯი. კი. სადაც ამ ყველაფერს ქადაგებ, ხო, სადაც ეუბნები საზოგადოების ერთ ჯგუფს, რომ მეორე ჯგუფი უნდა გაანადგურო იმისათვის, რომ შენ გადარჩე, აქ აღარაფერი ძალიან ცოტა დარჩა. და ეს არის ამაში ყველა, ამაში ვარ ჩათრეულები ყველა, აქეთან ნაპირზე მყოფი და იქეთან ნაპირზე მყოფი. ყველა ხიდი შუაში დაწვეს. და ამიტომ ჩვენ აქეთან ნაპირზე მყოფმა ხალხმა ისევ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს ხიდები აღვადგინოთ, იმიტომ რომ ყველა ერთ გასაჭირში ვართ, ყველა ერთ ნავში ვართ. აი იმ დღეს მოვისმინეთ, აი გულისამრევ რაღაცა პათეტიურ ლაპარაკს, როგორ ხარობენ იმედის დასანქცირებაზე ეს კალიროა თამარ ცაგარეიშვილი, წინა ცხოვრებაში ვიცნობდი. ხო. როგორ ეს რა ვნახეო, როგორ ხარობდნენო ჩვენს დასანქცირებას, როგორ ხარობდნენო, გაშვილები არა ყავთ, შვილიშვილები არა ყავთ, ჩვენ ხო ერთად უნდა ვიცხოვროთო. გვეუბნება ქალი, რომელსაც ხმა არ ამოუღია, რაც დამართეს მზია ამაღლობელს. ხო, საერთოდ. ხმა არ ამოუღია, რაც რის გამო დაიჭირეს უდანაშაულო ბიჭები. ამდენით. ხმა არ ამოუღია ტროტუარზე დაჯარიმებისთვის. ხმა არ αμოუღია არაფერზე, აი ყველა არ ამოუღია, ვაიმე როგორ დამოვიწყდა. როგავაზე, რომელიც მართლა სიკვდილს გადაურჩა. ხმა არ ამოუღია მაკაჩიხლაძეზე, რომელიც ასევე, არ ვიცი, ამაზე საშინელი კადრები რა ჩვენ როგავაზე და მაკაჩიხლაძეზე ვნახეთ, მე არ მახსოვს, ხო? არაფერზე ხმა არ ამოუღია. და ხოლოდ ამაზე აღშფოთ და აი ეს გულის ამრევი ფარისევლობა საიდან მოდის ან აი არ მესმის მართლა არ მესმის რა ხდება ამ ადამიანის გონებაში თან ჟურნალისტი ამდენი წელი ნამუშევარი ერთი პერიოდი მეგონა რომ აი კარგი ქალი და ჟურნალისტი იყო ადრე რაღაც ალიონი რომ იყავდა აი რას როგორ იხრწნებიან ადამიანები აი წარმოუდგენელი აი ეს პაჭკა ფული როგორ ხწნის ადამიანს უბრალოდ წარმოუდგენელია რა მარტო ტელეკომპანია ხო არ არის თვითონ ესენიც ხო უწყობენ ხელს თვითონაც ავრცელებენ მაგალითად დეზინფორმაციას ის რა იყო რომ ახლა მაგალითად ბრიტანეთი იმიტომ ასანქცირებს რომ თურმე დებატები არ მოეწონა ტელეკომპანია იმედს ამას ამბობს თანამდებობის პირი რომელიც აი რა კატეგორიის ხალხი იჯერებს ამას? აი ხო აქვთ ქოცებს ხარს ვიც უჭერს, მათ აქვთ ესეთი მიდგომა, რომ აუ ეხლა ძმაო, ყველგან ომია და ჩვენ ომს გადავრჩით რა. მე ძალიან კარგად მესმის და სიგიჟეა იმაზე ლაპარაკი, რომ აუ როგორ გეშინია და რაღაცა. ომის შიში არის ყველაზე საბაზისო შიში და უსაფრთხოების ინსტინქტი, რომ შევინარჩუნო უსაფრთხოება, არის ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ინსტინქტი. მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა. ქართული ოცნება ატარებს თუ არა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ რაღაც გრძელ ვადაში თუ საშუალო ვადაში ან მოკლე ვადაში უსაფრთხოებას შეგვინარჩუნებს. ანუ როგორ შეიძლება ვენდოთ იმ ადამიანების გეოპოლიტიკურ ანალიზს, რომელიც მარტო მაროშკინას და ხათუნა ხოფერიას ანალიზებს დგას ხალხო. ანუ წარმოიდგინეთ რომ ამერიკა ემზადება ირანზე დასარტყმელად ბოლო 3 კვირა. აი ყველაფერი ამაზე მიუთითებს. წესით გეოპოლიტიკის გიგანტებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ირანს დაარტყავს ამერიკა და ისრაელი ერთად, ირანს აუცილებლად ექნება საპასუხო დარტყმები და საპასუხო დარტყმების
თავარი სამიზნეები, მათ შორის იქნება ყურის ქვეყნები. სპარსეთს. ხო, და რას ხედავთ? თავის დაბადების აი იმ ღამეს მე და გივი რო ვიწერდით თარგამაძე ანუ პარასკევს და ვამბობდით რომ აი ხვალ სავარაუდოდ ხვალინდა დღეს არ გადაცდება ეს ომის დაწყება. ხო. დღეს გაფრინდა კახი კალაძე აბუდაბიში. და იქ დაბადების დღე გადაიხადა აი. ხო, აბუდაბიში დუბაიში. მთელი ამერიკის არმია თურამია რკინის ამერიკა. მთელი კოცობის ესე თქვათ ხო ელიტა წავიდა საგულაოდ. ხო და აი რა ვიცი თუ ამათ იმედად ხართ ხა ამ კაცის იმედად სადაც ეს კაცია იმის პროგნოზების როგორ უნდა დაიჯეროს კალაძეზე ჯერ გრუშევსკის ქუჩას ვერ გაცდაო პროტესტიო მერე სანქციები არ იქნებაო აი არაო დამიჯერეთ არ იქნებაო მერე ეხლა ამ ომის დროს წავიდა ოჯახთან ერთად იქ სადაც არ უნდა ცხელწერტილში ჩავიდა პირდაპირ ეგ მაგის თვითფრინავი რომ დაჯდა მაშინ დაარტყა ამერიკამ და ისრაელმა ირანს მაშინ მოკვდა აიათოლა მაშინ მოწყდა სხვათა შორის ვაკე და ვერა სოფლიო იმას რა ქვია სამყაროს იმიტომ რომ არც დენი იყო არც ჯუქი არც წყალი არც ინტერნეტი და არაფერი მიუხედავად იმისა რომ წინა დღეც გითხრა რომ ყველაფერი მზად არის ვიცი რომ ძალიან სერიოზული წვიმები იქნება ჩვენ მომზადებულები ვართ უმაღლეს დონეზეო და თურმე თვითონს ვაწავიდა მეათე დღეა ინტერნეტი არ მაქვს მე წვიმას გაექცა იგე დაწყვიტა ყველაფერი წინა გაეცა წვიმას გაექცა და აღარ ვიყვირის წვიმაში მოყვა აი რო იტყვიან კარგად ხო და მოკლედ მე დავფიქრებ მე მართლა ნამდვილად სერიოზულად რო ვილაპარაკოთ ახალ სოფლიოში ვართ ძალიან იცვლება სოფლიო დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია და იმისათვის რომ ჩვენმა irma პატარა ქვეყანა მოახდინოს ნავიგაცია ასეთი ცვლილებების დროს რაც შეიძლება უსაფრთხოდ ამას ჭირდება უკიდურესად კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც იციან საგარეო პოლიტიკა როგორ მუშაობს. ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა არის ძლიერი მოკავშირეები. ჩვენ სადაკვს. ხო, იმიტომ რომ ეს არის სასაცილო კვაზი დიქტატორი ეს კაცი რა ის არა აქვს ბირთვული იარაღი ამას არა აქვს, შაჰიდის დრონები ამას არა აქვს, ფრთოსანი რაკეტები ამას არა აქვს, არაფერი ამას არა აქვს. არაფერი არა აქვს და ერთადერთი აქვს ეს შეთქმულების თეორიები, რომლითაც ყველას აგიჟებს. სხვათა შორის საწყალი ეს რა ქვია რუხაძე, ამას იძახოდა სულ. ხო. აი, ეხლა ორმა მეგობარმა რა მომიყვა. ერთმა უცხოელმა ბრიტანელმა, რომელიც კონტაქტობდა ხშირად რუხაძესთან, მითხრა, რომ გეუბნები წელიწადნახევრის წინანდელ ამბავს. ხო. რომ მითხრაო, რომ მე ვუთხარიო, რა ხო იცი რა სიგიჟეს ლაპარაკობთო. რა deep state-ი, რა გლობალური ომის პარტია, რა მეორე ფრონტი. რა არისო, ეხლა თან რუხაძე ტყვიანი ტიპია. ყველაზე ტყვიანი ვირთხა იყო ივანიშვილის გარემოცვას შორის. და ძალიან კარგად ისმოდა ეს ბოდვები ესმოდა ძალიან კარგად და მაგიტო გაასწრო დროზე. ხო და ეს და მე მითხრა რომ იციო რაო, მეო ვიციო, შანსი არ არისო შეეწინა. უბრალოდ წარმოუდგენელიაო. აი ეგ ისინი შეეწინააღმდეგო? კი, და სხვა შორის გივიმ თქვა ჩემთან ინტერვიუში, ამ ინტერვიუსაც ძალიან გირჩევთ, თუ არ გიყურებიათ თარგამაძემ, აი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო მის მინაზე. თქვა რომ ეხლა ივანიშვილს სანქციები რომ მოუაო, იქო სიყვარულით იქა ეწერებაო ამ სანქციებზე სიყვარულით რუხაძისგან. გავიღვიძე მეორე დღეს გადაცემა გავიდა და იწვის ლიბერტი ბანკის რაღაცა ადგილი. და მე რომ გამოვიკითხე, აქ რა ხდება მეთქი იმ კონკრეტულად იქ არისო ზუსტად რუხაძის კაბინეტიო. ძალიან უცნაურად არის მე ფაქტებს ყვები. ამბებს ყვები. ხო ვითომ რაღაცა ესეთი ვერაფერს ვერ დავამტკიცებ. ავხელა ესეთი შენობას უცბად რაღაცა ლიფტი შახტაში ცეცხლი რანაირად შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ ძალიან სიმბოლური დამთხოვა კი იყო. ძალიან უცნაურად შეიძლება. პირდაპირ რუხაძის ასე ვთქვათ ოთახს მოედო ალი. რა უცნაურად მოედო ალი რუხაძე. იცი რა გამახსენდა ერთი ძალიან ისეთი ფაქტი, მე მგონი სადღაც რომელიღაცა საელჩოში ერთმანეთს გადაეყარეთ. აი რაღაცა ეგეთი ხო სწორად მახსოვს. აი ხა კი, სწორად გახსოვს და სხვა შორის რადიო თავისუფლებაში რო ქონდა ინტერვიუ რუხაძეს. მაშინ
რაც დაიწყო თავის მოძრაობები, თქვა რომ ამ შეხვედრაზე ილაპარაკა. ბიჭო, ისე რომ არ მახსენე. ხო, ხარო იქ იყვნენ, აი ჩაიხან პატარა ის არის მედია ორგანიზაცია ძალიან კარგი. აი ჩაიხანას წარმომადგენელი იყო, ის იყო. მე არ მახსენე. ხო და მაშინ მივხვდი რომ ესე იგი რაღაც ძალიან ცუდი გაუკეთე, რომ ხო იცით რა ადამიანები. ზოგადად რა სიტუაცია იყო? ოკეი, დამირეკეს ჩეხეთის საელჩოდო და მითხოს რომ თავისუფალი მედიის პრობლემებზე და გამოწვევებზე გვინდა თქვენთან საუბარი. აი საელჩოებიდან იქნებიან ელჩების მოადგილეები და მოდით და ილაპარაკეთ რა გამოწვევის წინაშე დგახართ. და მივედი იქ და რა ყავს სვავ და ზალიკო დუმაშვილი შეუძლია ყველაფერი დაგიდასტუროს. ამომით გაგვერის და მითხა რომ იო მე როხაძეცო აქ ყოფილაო. მეთქი რა? და ამას ასე ვშვიდათ რატო მეუბნები და გავარდი მეორე ოთახში. სადაც შეხვედრა ოფიციალური ნაწილი იყო. ის თავისთვის მარტო. ხო და ეს რო დავინახე გადამეკეტა. ხო, ნუ და გვერდზე ვიდგას ჩეხეთის ელჩი. აი მოსული კაცია ისეთი დიდი, მაღალი. ვეუბნები ამ ჩეხეთის. მეთქი ეს აქ რატოა? აი ეს აქ რატოა? გამეცი პასუხი. ხო, მაღლა ილაპარაკე. კი. ანუ მე უნდა ვილაპარაკო ამასთან ერთად თავისუფალი მედიის გამოწვევებზე, ანუ ამანაც უნდა ილაპარაკო თავისუფალი მედიის გამოწვევებზე, მეც უნდა ვილაპარაკო თავისუფალი მედიის გამოწვევებზე. ეს კაცი მე თქვა დასანქცირებული უნდა იყოს, ახლა აქ კი არ უნდა იჯდეს მეთქი. ხო. და მოკლედ ეს მეხვეწება ამ ხოლკაც რომ გეხვეწები დაწყობ, თქვა ვერ დავწყმარდები ამ კაცთან ერთად ერთ ოთახში არ ვიქნები და არ ვილაპარაკებ მედიის თავისუფლების პრობლემებზე საქართველოში. იმიტომ რომ ეს არის პროპაგანდისტი, ბინძური პროპაგანდისტი, რუსული პროპაგანდის გამტარებელი საქართველოში. მოკლედ შუაში ჩამიდგა, მე დავჯექი, რომ დავჯექით, ამას ქონდა პირველი სიტყვა და ხო მედიის თავისუფლებაზე, თავისუფლების პრობლემებზე და გამოწვევებზე უნდა გველაპარაკა და დაიწყო ლაპარაკი. ანუ ოცნება აგზამინდა ყველა შეხვედრაზე ამას, რომ ელაპარაკა ოცნების ეკონომიკურ მიღწევებზე და როგორ ყვავის ქვეყანა ივანიშვილის ხელში. და დაიწყო ამაზე ლაპარაკი და გავაჩვენეთ. მე ვთხარი კიდევ ერთხელ, ეხლა უკვე ოფიციალურ შეხვედრის ნაწილში ვითხოვ ამიხსენით ეს კაცი აქ ვისი სახელით არის მოსული და ოცნების ეკონომიკურ წარმატებებზე რატომ ლაპარაკობს, როდესაც აქ ვართ მოსული მედიის თავისუფალი მედიის პრობლემებზე სალაპარაკოთ. მაინტერესებს აქ გავარკვიოთ ერთი თემა. თქვენ ხო გაინტერესებთ რატომ არ არის დისკუსიები და დებატები ქართულ ტელეარხებზე, მაშინ მუშაობდი მთავარზე. მე შემიძლიათ მეთქი გითხრათ რატომ არ არის დებატები ჩემ არხზე ან სხვა ოპოზიციურ არხებზე. იმიტომ რომ არ მოდიან უკვე წლებია და არც მათ თავის თავთან არც პარტიასთან ასოცირებულ პირებს არ აგზავნიან. არავის. და ეხლა ვკითხოთ მეთქი ბატონ რუხაძეს თვითონ რატომ არ იწვევენ ოდნავ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს თავიანთ არხზე. ეხლა მოდით მეთქი რუხაძე მისევ ეკონომიკურ გადაწყვიტა რომ გვერდი აევლო ჩემი კითხვა, მაგრამ მე ხო ჰარტოკის წამყვანი ვარ. წლები უბრალოდ აღარ მაქვს საშუალება, იმიტომ რომ არ მოდია ჩემთან რომ ჰარტოკი წავიყვან. მეთქი შანსი არ არის, სანამ ამ კითხვაზე პასუხს არ გამცემს და არ გაგცემთ თქვენ, მანამდე ჩვენ სხვა თემაზე ვერ ვილაპარაკებთ თქო. წამოდგა ელჩი და თქვა რომ გეხვე არა მე ვთხარ. ამ კითხვას რა გინდა? იქნებაც არ მოდი. აი ბოლოს იცი რა თქვა? რა? აი ეს იყო გასაცოდავებული ბლუყუნი თუ მომისმენია, აი მომისმენია, ამაზე უკეთესი ამ თვალსაზრისით არაფერზე არ მომისმენია. მითხრა რომ იცი რა, ამას უნდა რომ გვარამია და მისი ქმარი დავსვა ეთერში. შოთა. ხო, ეხლა ხო წარმოგიდგენია რომ რატო არ მახსენა. იმიტომ რომ აი რომ გამოვედი, ხო არის ხოლმე რომ ესეთ დროს ფიქრობ რომ აუ ესეც უნდა მეთქვა რაღაცა დავაკელე. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვთქვი რომ არაფერი არ დაგიგია. ხტატ ბოლომდე. კი, კარგია, კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ მახსოვდა რომ რაღაცა მე იმისათაც გამოვარდა ეგ ამბავი. კი, ისა დადიოდა, ლეგენდები დადიოდა ამაზე, მაგრამ ხო შენ გიყვები პირველად ეს საჯაროდ, ხა მე. ხო, ნუ ეს სკანდალი აქ პირველი სკანდალი ხო. აი, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან
კარგი საუბარი გამოგვივიდა. მინდა წარმატებები გისურვოთ და გამარჯობა უსურვოთ ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა ეკა კვესიტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ფასტელი მაყურებელ. დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთში ვხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, არ გადართოთ წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი გელოდება. დახვალეს. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.